და თქვენ როგორც ერთადერთი იდეურად თანმიმდევრული პროდასავლური პოლიტიკური სუბიექტი გრძნობთ თუ არა თვითონ დასავლეთისგან უფრო მეტ ინტერესს და მხარდაჭერას ვიდრე დანარჩენი fake პროდასავლური პარტიები. პირიქით, მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აი ეს სიტუაცია რაც არის მოწყობილი და მათ შორის აი ეს დასავლური პრობლემა რო ვახსენე, რომ იქ მეთქი ძალიან სერიოზული შიდა პრობლემა იყო, ამ ხალხს ურთიერთობა აქვს ამ ოპოზიციასთან, ანუ რაღაც ისეთი ტრადიციული ურთიერთობა აქვს. არც ერთი არ არის ისეთი, რომელიც იქაც იდეურად თანმიმდევრული იქნება. ვერ გეტყვი. არა, რატო? ანუ იმიტომ რომ ხელისუფლებაში იყვნენ, იმიტომ რომ ხელისუფლებაში როცა იყვნენ ურთიერთობებს მაშინ ალაგებდნენ, ეხაც მაგალითად აგე ტრამპი აშენებსო ტრამპ თაუერს თბილისშიო. ვინც არ იყო ხელისუფლებაში ისეთებსაც უფრო მეტად ხომ არა. მე მგონია ეგეთები არც არსებობს. აი მაგალითად NGO სექტორი. NGO სექტორი მათი შექმნილი იყო. ხო და აი რატო როგორ გონი? ხო და იმიტომ რომ ჩემი აზრით ამერიკელებს ძალიან არასწორი პოლიტიკა ქონდათ საგარეო ფრონტზე ყოველთვის რა, არასწორი. ანუ ეგ ხომ არ არის ამერიკა. არა, ამერიკა ეგ კი არ არის, ეგ არის უბრალოდ ის, რომ ამერიკაში აი დემოკრატები და რესპუბლიკელები რო ებრძოდნენ, როცა დემოკრატები იყვნენ ხოლმე ხელისუფლებაში, ისინი სულ ქმნიდნენ, დასაყრდნენ მათთვის გასაგებ ძალებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებთანაც რესპუბლიკელებთან თქვენ გააქვთ? კი, აი მაგალითად პირველი ვიზიტი ახლა იყო სანდრო, აი თქვენ სტუმარად პირველი ვიზიტი იყო ამერიკაში, იმიტომ რომ აი ზუსტად ეგ პრობლემა რაღაცნაირად გარკვეულიყავით, რანაირად ხდება ესე რო საქართველოში ყველაზე შეიძლება უბრალოდ ეს იყოს ძალიან დაბალი ინტერესი, იმიტომ რომ ჯერ საქართველოს რა არის, მერე ამ საქართველოში რაღაც 3%-იანი პროამერიკული პარტია როგორ უნდა დაგაინტერესოს და არა, რატო? თქვენ პროდასავლურ ჩამონათვალში, ნუ ეხა სხვა პარტიების რაც მენიუ არსებობს, ეხა უკანასკნელი ზომის პარტია არ ახართ. ხო და ამორჩევლებით, რაღაც შედეგებით, შეიძლება ყველაზე დიდი პარტია არ ახართ, მაგრამ უკანასკნელი და ყველაზე პატარა პარტია ზომით არ ახართ. ახლა არსებობთ უკვე 10 წელია. საელჩო მუშაობს საქართველოში, ელჩი არ აყვავს. ეხლა არ აყვავს, მაგრამ მათი სტრუქტურები, სპეცსამსახურები, ინფორმაცია ფეხებზე ვკიდი ვარ, ფეხებზე ვკიდი ვარ, მაგაში აპრობლემა. ხო და მაგას ვიძახი, ხო და მაგას ვიძახი. ანუ რა დონეზე ფეხებზე ვკიდი ვართ? რომ საერთოდ რეაქცია არ აქვს, თქვენც კი არ გაქვთ კომუნიკაცია. თქვენ ხო მიაღწიეთ მაგალითად რაღაცა პროდასავლური იდეალების, გაზიარების, ნუ რაღაც ისეთ ნიშნულს, რომ თქვენ მაინც ეგ გაქვთ. კი ჩვენია ხო რაღაც კომუნიკაცია უნდა იყოს, ან თქვენი ხედვა არის, რომ ჩვენ როგორც მთლიანი საზოგადოება, რომ მივაღწევთ ისეთ პროამერიკულ ნიშნულს, რომ აი უკვე ამერიკელები თავისიანებად ჩაგთვლიან, რაღაცა კომუნიკაციის უფრო მაღალი სტანდარტი დაიმკვიდრებს და ჩვენს ხარისხსაც, ტელეფონზე პასუხის ხარისხსაც გაზდის. მაგრამ პირადად თქვენი პარტია, რომელიც მართლა ვაღიარებ, რომ ყველაზე პროამერიკული პარტია ხართ, მე მგონია ცნობილი პარტიებიდან, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მაინც. არა, სხვა ვინ არის? კი ბატონო, ყველა ვაღიარებ, რომ თქვენ ალბათ ყველაზე პროამერიკული პარტია ხართ, ტელეფონზეც არ პასუხობენ წესიერ, ერთხელ იყავით ჩასული. მე მგონი მასე არ დგას საკითხი, რომ ჩვენსა როგორც მთლიანი სახელმწიფო ძალიან პროამერიკულები რომ გავხდეთ, მერე ჩვენთან რაღაც კომუნიკაცია და ტელეფონზე პასუხები ისეთ ხარისხს მიიღებს, რომ ეს ჩვენ დაცვის ხარისხს გაზდის, მე მგონი მასე არ დგას საქმე და ამის დემონსტრაცია პოლიტიკურ ველზე თქვენ ხართ ახლა გასაკვირია პირდაპირ 10 წლის განმავლობაში თქვენი პარტია არსებობს, რა ვიცი, ბოლო შედეგები ნამდვილად უკანასკნელი შედეგები და ყველაზე მცირე შედეგები თქვენ ნამდვილად არ გაქვთ და რეალობა არის ისეთი, რომ სინამდვილეში თქვენზე ბევრად მეტი კომუნიკაცია სხვებს აქვთ. იმათი კომუნიკაცია ძალიან შორს არის მათთვის სასურველიდან. რესურსები მათგან უნდა იყოს. არა, ჩვენ მათგან უნდა იყოს. არა, მათგან არა, ის ხო არის NGO არა ხარ რომ მოგცენ კაცო. მათგან უნდა იყოს, ეგრეთ. რას თუ NGO საქართველოს თუ პრიორიტეტი არ არის, პოლიტიკური პარტიების. ხო და მაგას ვიძახი. ხო, არა, რა შუაში პრიორიტეტი არ არის საქართველოს და პროამერიკელებით საქართველოში. მაგას რა წვეთ იცით პრიორიტეტს? მე რა რის ახსნას ვცდილობ. სადმე ტაჯიკეთში ძალიან პროამერიკული საზოგადოება რომ ჩამოყალიბდეს, უბრალოდ გეოგრაფია არ ითვალისწინებს, რომ ისინი სადმე ინტეგრირდნენ, გესმით? აი სადღაც აი ყირგიზეთი
დიდი პატივისცემის მიუხედავად რა ვიცი, იმ ხალხის მიმართ რა ვიცი. არაფერი ცუდის თქმა არ მინდა. უბრალოდ გეოგრაფიული მდებარეობა აქვთ ისეთი, რომ იმ ადგილზე ძალის პროექცირება და შესაბამისად საკუთარი ინტერესების იქ გავრცელება უბრალოდ შეუძლებელია ამერიკისთვის და დასავლეთისთვის. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვართ გარშემორტყმული ისეთი სამეზობლოთი, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ როგორც არ უნდა დავაყენოთ ახლა რუსეთისთვის 40 კილომეტრში ბევრად ადვილია ძალის პროექცირება, სადაც აქვე დგას ხო მისი ძალები, ვიდრე სადაც ამერიკიდან. ამიტომ მარტივად უყურებს ამერიკელი, სულ რომ ძალიან დიდი სიმპათიით იყოს მაგალითად, თქვენ მიმართ თუნდაც როგორც პოლიტიკური ძალით, ან მე საქართველოს გახდეს თქვენ შეხედულებების დაუშვათ თეორიულად რაღაც ეტაპზე და საქართველოს მიმართ, შეაფასებს ძალთა ბალანსს. აი რა რო დამჭირდეს ახლა ამ ხალხის დაცვა. ამათ რო დაარტყან ამერიკელებმა. რუსებმა. და დაძრან ტანკები. მე ხო ესენი უნდა დავიცვა. ბოლო-ბოლო ხო რა მორალური საკითხიც არის, შარში უნდა გაეხვიონ ესენი ჩემ გამო და რა ფიზიკური შესაძლებლობები მაქვს მაგისა. ან ჩემი შიდა პოლიტიკური გარემო ამერიკაში. კითხვის შინაარსი. აი, და კითხვის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხომ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, ხალხო, ამერიკას ფეხებზე ვკიდივართ. ევროპას ფეხებზე ვკიდივართ, არა აქ ინტერესი. იმიტომ რომ შორს ვართ, იმიტომ რომ არა ბანძები ვართ. არა, როგორ არა. ახლა აგიხსენით. თქვენ ხო არ ხართ, გირჩი ხო არ ხართ. 2 საათი ამაზე ლაპარაკობთ. გირჩი ხო არ ხართ ბანძები, მაგრამ თქვენთან არ გადიან. არა, რა შუაში კაცო ჩვენ უბრალოდ იმდენად მწირე რესურსი ვართ ისეთ საზოგადოებაში, რომ ვერ მოვახერხეთ. შეიძლება უნიჭოები ვართ. შეიძლება აკანა გამოვრიცხავთ. ხო, მაგრამ აგერ გირჩი ვერ მოვახერხეთ, ხო ნიჭიერია, მაგრამ ვერ შედიხართ კომუნიკაციაში. არა, აი ხო გითხარი, რომ რაც გავარკვიეთ ის არის, რომ ზოგადად საქართველოს დიდად ამ საერთაშორისო ამ დომხალში რაც ხდება, დღეს შეიძლება კარგიც არის და მადლობაც უნდა ვთქვათ, რომ კიდე კარგი ახლა ჩვენზე არ არის კონცენტრირებული ყურადღება რა. იმიტომ რომ იქითომი, აქეთომი ჩვენს სინამდვილეში რაზეც მეგონი თანხდებით და მეგონი აი შეთანხმებაზე რაზეც აი მაგით რო ისაქვნა, დავასრულოთ ჩვენი დისკუსია. მდგომარეობს იმაზე, რომ ჩვენ უნდა ეხლა დავკონცენტრირდეთ საკუთარ შიდა პრობლემებზე.